მოვდივართ არხზე აკო და პრინცესები. და შევაკეთებთ ინდურ ტორტს. ჩვენ გვაქვს ბისკვიტები, ბისკვიტები, დაჭრილი ბისკვიტები. გვაქვს გახეხილი გარგარი, ბალი, დაშაქრული მარწყვი, მარწყვი გასაფორმებლად, ბანანი და კივი და გვაქვს კრემი. ნახეთ. აგერ გვაქვს ნაღები. და გვაქვს კიდე ხილი. და გვაქვს აი ესეთი გვაქვს შოკოლადი კიდე. რომელიც მინულა. ხო, და ეხლა ჩვენ შევდგებით ამის გაკეთებას. ვის როგორ უნდა? მე ჯენა ვეგეტარიცხებ. ან შენ? მეც და. მე არ დავიწყებ ნაღებით. შენ ელენე შეგიძლია ბისკვიტი ჩადო. ხო. აი როგორ უნდა მოვამზადოთ ინდური ტორტი. ავიღებთ ბისკვიტს. ჩვენ აქ აურიეთ შოკოლადის, ბანანის, მარწვის, აი ნახეთ. აი მარწვის ჯემით, აი აქ ბანანის ჯემით, შოკოლადით. გვაქვს ჩვეულებრივი ვანილის ბისკვიტი. ამას მოვათავსებთ გამჭვირვალე ჭურჭელში. გამჭვირვალეში იმიტომ ვათავსებთ, რომ შემდეგ ის კიდიდან ჩანდეს ლამაზად. მოვათავსეთ. შემდეგ ამას აუცილებლად უნდა დავადოთ კრემი. აი, დავადეთ ესე კრემი. გადავანაწილოთ, რომ იყოს ცოტა წვნიანი. შემდეგ დავადოთ ბანანი. ერთი-ორი კივიც. ესე. კრემი მომატებთ. პრინციპში შეიძლება რომ ცოტა მარწყვით და ესე. და უკვე მზა ნაღები გვაქვს. ნახეთ რა გემრიელია. დავადოთ ერთი მარწყვი და გასაფორმებლად ესე ალუბალი. მოდით ეხლა მე დამავიწყდა, თორე ესეც შეიძლებოდა შუაგულში. ხო, გარგლის გახეხილი გარგარი. ძალიან აი, გემრიელი. ჩემი ინდური ტორტი შედგა. ნახეთ, ჩანს მე მგონი. ლამაზი ფერები კი. კი. მე ჯერ როგორ აბა ელენე ყველა თავისი გემოვნებით აკეთებს. ნინო აგემოვნებს შოკოლადს. ელენე, გარგლის გახეხილი გარგარი? სოშორ ძალიან კარგი არომატი მისცა გახეხილმა გარგარმა. მეც მომატებთ. ბანანთან მიდის ძალიან მაგრად. ახლა ბანანი და კივი. მოდით ბავშვებო, ჩვენ ეს ბიტესი ვკიებს. ჯერ. ნაღები. და შუმიტა ხაშები. არი კიდე. მომეციო, ანა, მომეციო, გავუკეთე მაგ შოკოლადს და მიეც ნინოს. მოწონა. აქ კიდე სამი. აქ კიდე შემიწე და შევასვი. აკო დაასრულე? მე უკვე დავასრულე. აი აქვს. ამაზია. შიგნით ნახეთ, აი აქედან ნახეთ. გვერდიდან აბა. უფრო ნაღებით არის.
ზემოდან აქვს გაფორმებული. ზემოდან გაფორმებულია. აბა ერთი ჩემი ნახოთ თუ ჩანს რაიმე. კი, აი. ჩემი ჩანს. შედევრია, მაგრამ კიდე გადადადე რა. ბალი არ გინდა? მოდი ეს იმისთვის რომ ცოტა პიკანტური იყოს. აი ნახოთ როგორი იქნება ახლა ანას. მე ვფიქრობ რომ ესეთი კიბის დავადოთ როგორც მწვანე ფონი ყვითელს მოუხდება. აქ ბლის ხუნწი ჩანს და ბალი ხო არ დავადოთ. აი ერთი ბალიც დავადოთ. აი ასე. აი მე მგონი რომ ნაღები დნება და ჩავარდა ბალიში, მაგრამ მაინც მამაზე არის. მოდი ერთი მარწყვიც დაადევი და აქედან მარწყვი. ანა ჩაიბარი ასეთი რამე. ეს ელენეს. აბა, შევადაროთ. მისი უფრო ლამაზი. ელენეს. ეს ჩემია. ეს აკოსი. და ეს ბოლო ანასი. აბა ეხა ზემოდან გადაიღე და უფრო გამოჩნდება მე ვფიქრობ. გოგოების იცი. როგორია? გემრიელესად გამოიყურება. დავაგემოვნოთ? კი. ბავშვებო, მოგწერეთ კომენტარებში ვისი უფრო ლამაზია. და ვისი უფრო მოგეწონათ. ხო. მოგწერეთ. აგერ ელენე შენც. შეგიძლიათ გააგემოვნოთ. მე შიგნით მინდა რომ ჩავიდე. ახლა ჩვენ უნდა დაგეშიდო. კარგად, ბავშვებო. აკოდა. პრინცესა